ზაბიბილაშვილი ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. მოგესალმებით ბატონ სასა. მადლობა მობრძანებისთვის. ბატონ სასა, როგორიც არის ჩვენი რეალობა არის ასეთი, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ციხეში, ნაწილი, არ ვიცი, დევნილობაში ალბათ უკვე გახარია სახით და მოკლედ სრული სვლით დიქტატურის გაფორმებისკენ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. აი ამ ვითარებაში რა არის თქვენი აზრით ადეკვატური პასუხი, მათ შორის პოლიტიკური ძალების მხრიდან და რამდენად მიუყვებიან ამ ადეკვატურ გზას ეს რეალობა რას გვაჩვენებს? მივესალმები ტელემაყურებელს, პირველ რიგში მეც მივესალმები ასევე განსაკუთრებით მივესალმები პოლიტპატიმრებს, დღევანდელი მდგომარეობით უკვე 73 დათვალა ერთმა აქტივისტმა, რომელმაც სახელობითად ჩამოწერა რამდენი მყავს ამ ეტაპზე, ანუ სრული სვლით მივდივართ მართლა ბელარუსიზაციის გზისკენ. არასდროს არ ქონია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ის ვითარება, როდესაც პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია ციხეშია, მედიები იხურება, სამოქალაქო საზოგადოება პრაქტიკულად აღარ არსებობს და ეს ყველაფერი ხდება აბსოლუტურად სიურრეალისტური, ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკის ფონზე. ამაზე უფრო მეტი და ტრაგიკული, ამაზე უფრო მეტი სიცხადე და ამაზე უფრო ტრაგიკული ვითარება ძალიან რთულია იყოს და ამ ვითარებაში ჩვენ როგორც იქნა გვაქვს იმის საშუალება, რომ აი ეს მორალური სიცხადე გადავთარგმნოთ პოლიტიკურ შედეგშიც და აღარ გავაკეთოთ. ძალიან მინიმალისტურ რაღაცას ვამბობ, აღარ გავაკეთოთ ისეთი რამ, რომელიც ისევ მისცემს საშუალებას რუსებს, რომ საქართველოში დემოკრატიის ილუზია შექმნან, ან რაღაცა ტიპის ისეთი წინსვლის ილუზია შექმნა, რომელიც ვინმე არ აკეთილს ინდისიერს. რუსების მიერ ნაყიდს ევროპარლამენტში, ან რუსების მიერ ნაყიდს სადღაც სხვაგან წამოყოს თავი და თქვას, რომ აი ხო ხედავთ რა გინდათ, აი რაღაცა კარგიც ხო ხდება. არაფერი კარგი არ ხდება დღეს საქართველოში. და ვერ მოხდება, ვიდრე აი ეს ყველაფერი, ეს რეჟიმი არ შეიცვლება, არ დასრულდება და არ დაიბრუნებს ამ ქვეყანას ქართველი ხალხი. მე მაგალითად ამაზე წლებია ვსაუბრობ, რომ ძალიან კარგი იქნება ყველაფერს დაერქვას თავის სახელი. რაც თავარია გამოვიდეთ ილუზიებიდან. ანუ იმის ილუზიის შექმნა, რომ ჩვენ ამათ მოუგებთ არჩევნებს, ნიშნავს იმის დაშვებას, რომ არჩევნები ტარდება ამ ქვეყანაში და არ ტარდება არჩევნები. ანუ შეგახსენებთ, რომ როცა მეორე ტურები ჩატარდა, ყოველთვის როცა მეორე ტურები ჩატარდა, აი ყველა უმაზე აი საჭირო 100 ხმით მეტი დაიწერეს. ეს ხდება პირდაპირ დათვლილი არის, ხო, რამდენი გვჭირდება ყალბი მისამართი, უცხოეთში მყოფი ემიგრანტის ხმის გაყალბება, იქ ვიღაც ჩაკუზული ძველი ბიჭი, იქ ვიღაც აი ზუსტად იციან, ხო, ანუ მათემატიკური რაღაც ბოროტი სიზუსტით არის დათვლილი, როგორ უნდა გაყალბდეს არჩევნები, იმიტომ რომ არანაირი შანსი არ ქონდეს ოპოზიციას. ანუ ქართულ ხალხს ამ შემთხვევაში. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ახლა თუ რაღაცას ვიზამთ იმ პირობებში, როდესაც არათუ არაფერი არ შეცვლა, ამეთ იმაზე ბევრად უარესად არის საქმე, ვიდრე იყო 24 ოქტომბერს, 26 ოქტომბერს უბრალოდ, ხო? საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ხა ადგილობრივ არჩევნებზე უნდა ვიფიქროთ, ну უკეთეს შემთხვევაში არის უდიდესი მიამიტობა. ეხლა რაც შეეხება მიამიტობას, რაც შეეხება ერთიანობას და ასე შემდეგ. ჩვენ თქვენთაშიც გვისაუბრია ამაზე, ისტორიაც ამაზე მეტყველებს, ძველი ისტორიაც, თანამედროვე ისტორიაც, უახლესი ისტორიაც, რომ როდესაც არის ერთი დიდი გამოწვევა, როდესაც არის ერთი დიდი მტერი, ამ ერთ დიდ მტერს უპირისპირდები ერთიანობით. ანუ ზღაპრებიც ამაზე მეტყველებს, იგავარაკებიც, ისტორიას ვიმეორებ, ის მეთოდიც რა მეთოდითაც იგივე ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, ეს არის რაღაც იმდენად მარტივი რაღაცაა, რომ უხერხულიც კი ამაზე საუბარი. მაგრამ ნუ ზოგი გვეუბნებოდა რაღაც კვლევები ჩავატარეთ და იმ კვლევებში რაღაც პროცენტ ნახევრით მეტი ამოვიდა დაქსაქსულობის უპირატესობა და ასე შემდეგ. ხო, ზოგი ამბობდა, მათ შორის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამბობდა 2 თვის წინ, რომ ეს შემოგდებული თემაა ერთიანობა და საერთოდ არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მივედით იმ ეტაპამდე, რომ დღეს უკვე ყველა თანხმდება, რომ ერთიანობა არის ერთადერთი გამოსავალი. ერთადერთი გამოსავალი. მაგრამ მივედით მაშინ, უფრო სწორედ პოლიტიკური ძალები მივიდნენ მაშინ, როცა ეს ერთიანობა და ეს ერთობა, ბატონ სასა, ალბათ ყველაზე ნაკლებად რეალისტურად გამოიყურება? თუ არც ისე არარეალისტურად გამოიყურება? არ მგონია, რომ ყველაზე ნაკლებად რეალისტურად გამოიყურებოდეს, იგივე შარშან როდესაც საუბრობდით ამ თემაზე, მაშინ მახსოვს, როგორ პასუხობდნენ, რომ აი კი ყველაფერი მართალია, მაგრამ ხო იცი, რომ არის
გაიზამენ და რა აზრი აქვს ამაზე საუბარს. აი რაღაცნაირი ცოტა ისე ქართულ ჯიგრულ პონჩში გვეუბნებოდნენ რომ ანუ განაარგეთ ახმებით, მაგრამ რატო საუბრობთ ყველა ანუ იმათა რომ უხერხულობა შეექმნათ, ვინც აპრიორი წინასწარ იცოდა რომ ერთიანობის წინააღმდეგი იყო, ხო? რატომ იყო რა мотиваციით, რამდენად მოიგوامით ამომრჩეველმა ქართულმა ხალხმა, ეგ ცალკე საკითხია. მაგრამ დღეს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ტერი იძულებით გაერთიანებს, ხო, ძალიან რაღაცა შავი იუმორი იყო, მაგრამ ის ხალხი, რომელსაც გარეთ ერთად დგომა არ უნდა და ეხლა ციხეში ერთად ზისო. ანუ იძულებული ვართ ჩვენ რომ ამას შევხედოთ ამ ჭრილში. ჩვენ არჩევანიც აღარა გვაქვს. აი ეს არჩევანი რომ თითქოს რაღაცა ვარიანტები არის დღეს ერთიანობის გარდა უკეთეს შემთხვევაში თავის მოტყუებაა ვიმეორებ. ეხლა რაც შეეხება ერთიანობას, შეიძლება ამაზეც იყოს საუბარი, რომ ეს რა გარანტია, გარანტია არაფრის არ არის. შანსია. ერთიანობა არის შანსი იმისა, რომ ჩვენ ქვეყანა დავიბრუნოთ. ერთიანობის არ ქონა არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. ხო, კი ბატონო და ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ერთიანობის გარეშე უბრალოდ არაფერი არ გამოვა, ერთიანობით არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამოვა, მაგრამ ერთიანობის გარეშე არაფერი არ გამოვა. რამდენ აი რას ეყრდნობით ბანძაზა, როცა ფიქრობთ, რომ კი, გარდა იმისა, რომ ხო, მაგალითად შარშან ამბობდნენ, რომ მაინც არ გამოვა, მაინც არაფერი არ იქნება, მაგრამ აი ეს რეალობა, ის დისკუსია, რაც არის ახლა ხო ოპოზიციაში, აქეთ არის არგუმენტები, იქეთ აქვთ თავის არგუმენტები. ორივე მხარე ფიქრობს რომ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის ყველაზე ეფექტური გზა არის ის გადაწყვეტილება, რასაც თავად თვლის სწორად, ხომ ასეა. მაშინ, როდესაც აი ვერაფრით ვერ ხერხდება, ნახევარი ნაბიჯითაც კი თითქოს პოზიციების დაახლოება. ხო, აი ელენე ხოშტარია შიმშილობს, გედი ფოფხაძე შიმშილ, 6 ადამიანია მოშიმშილე უკვე რუსთაველზე, ხო? გუშინ კიდევ აი სალომე ზურაბიშვილისგანაც ცოტა ბუნდოვანება მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. თქვათ, როგორი უნდა იყოს რეალურად გამოსავალი. მაშინ აი რას შეგვიძლია დავეყრდნოთ, რა რეალურ არგუმენტებს, რა რეალურ მოცემულობას, რომ ეს რაღაცნაირად მივლენ პოლიტიკური პარტიები იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ხო, ივანიშვილის რუსულ დიქტატორას ერთიანად უნდა ებრძოლონ. მართალი გითხრა, მეორე მხარეს მე სერიოზული არგუმენტები არ მომისმენი. მეორე მხარეს რომელს გულისხმობთ? არჩევნების მომხრეთა ბანაკში, მაგალითად ერთი უცხოელი არის, რომელსაც პატივსცემ, ნამდვილად არის ამ ქვეყნის პატრიოტი, აქ ცხოვრობს წლების მანძილზე და ის ამბობს, რომ აი ეს უნდა იყოს შანსი, რომ პოლიტიკური ძალები გავიდნენ ველზე, რეგიონებში და ასე შემდეგ, ეს რაღაც მოარული ფრაზაა, ხო და მარტივი პასუხია, რომ რა უშლით ამავე ძალებს, გარდა ცხადია იმისა, რომ ციხეში არის დღეს მათი ლიდერების დიდი ნაწილი, რა უშლით ხელს პოლიტიკურ პარტიებს, რომ დღეს გავიდნენ თუ რეგიონებში გასვლაზეა საუბარი. ან იმაზე უნდა ისაუბრო, რაც ხალხს აინტერესებსო, ხო? აი რაღაც კომუნალური გადასახადები და აი ესეთი რაღაც საყოფაცხოვრებო თემები, ხო? კი ბატონო და რა, მაინდა-მაინც არჩევნების თარიღი უნდა იყოს შეანიშნული, რომ ვიღაც გავიდეს ზესტაფონში ან რაღაც გაჩიანში და იქ მოსახლეობა შეხვდეს. ეს ხომი ამიტომაა. არჩევნების თაობაზე საუბარი მაშინ, როდესაც ჩვენ შევთანხმდით, რომ აქ რუსული ხელისუფლება ჰიბრიდული რეჟიმი გვიზის, რომელმაც პრაქტიკულად გააუქმა სიტყვის თავისუფლება, რომელმაც სრულიად გაანეიტრალა, ну აი რაღაც დღეებს ვითვლით, გაანეიტრალა სამოქალაქო სექტორი. ყველა პარტიის ლიდერი ჩასვა ციხეში ან არის დევნილობაში, რომელმაც პრაქტიკულად აკრძალა სასამართლოში, ვეღარ გაიგებ იქ რა ხდება, ხო? ანუ აქამდე ის მაინც ვიცოდით, რომ შიგნით ცირკი იყო და ეხლა ეგეც აღარ გვეცოდინება, ვინაიდან უბრალოდ აღარ დაუშვებენ შიგნით არავის, ხო? აი ამ ფონზე ეხლა საუბარი იმაზე, რომ იგივე ცესკო, იგივე კანონებით, იგივე სუსი, იგივე რუსული სპეცსამსახურები, აი იგივე გაყალბებული მისამართები და არარსებული კორპუსები, ეს ცესკოს ბაზა, რომელიც დღეს ისევ არატვირთულა, რამდენადაც ვიცი, არ განახლებულა საიტზე და შესაბამისად სუსმა იცის, ვინ არის უცხოეთში და ვის მაგივრად შეუძლიათ აქ კარუსელები დაატრიალონ. აი ამ ვითარებაში როგორ წარმოგიდგენიათ სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით არჩევნებზე გასვლა. ხოლო შედეგი ის იქნება, რაც სულ ყოფილა, ხო და ამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას. 2014-ში იყო პირველად ამ შანსი. ხო, ხა მაშინ ცხადია, მარგინალური იყო ეს აზრი, იმიტომ რომ იმ ადამიანების 90% ვინც ძალიან დასაფასებელია, რომ დღეს ავანგარდში დგას, მაშინ ჯერ ამ პეპლებს აზიარებდა და ან ეგონა რომ დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ 2014-ში პირველ და მეორე ტურს შორის გიგი უგულავა დაიჭირა ივანიშვილმა საჩვენებლად. ზუსტად. საჩვენებლად, მე მგონი მიღებაზე იყო ყველა შეკრებილი ამერიკის საელჩოში და აი წავიდა და მაშინ დაიჭირა გიგი უგულავა, რომელიც იყო ოპოზიციური კანდიდატი შტაბის უფროსი. თუმცა მაშინ ითქვა, რომ არა, მეორე ტურში შანსი გვაქვს, მეორე ტურში
შემთხვევაში ერთი ხმა არ მომატებია ოპოზიციას, იმიტომ რომ ჩვეულებრივი სპეცოპერაცია ჩატარდა მაშინაც. იგივე იყო 16-ში, იგივე იყო 18-ში, 19-ში და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან და ეხლა ამის იქით გზა აღარ არის, ამის იქით არის რუსული უფსკრული. ხალხი მიდის უკვე ქვეყნიდან ძალიან ბევრია უკვე წასული, იცით, ახალგაზრდებიც, სხვადასხვა სექტორიდან პროფესიონალებიც, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც, ბევრი ციხეშია, ისეთი ადამიანები არიან დაჯარიმებული, რომელსაც 1000 ლარი ხელფასი რო აქვს და რამდენიმე 5000 ლარიანი ჯარიმა რო აქვს ჩამოკიდებული კისერზე, ხო? გახარიაც კი წასულია ქვეყნიდან, ბატონზაზე რას წარმოიდგენდა გახარია, რომ ეხა თია წულუკიანი ესეთ დიდ სულოვნებას გამოიჩენდა, რომ თურმე კომისიის ხო, და კიდე ისაც გახარიას ეხა ის რაღაც ისა გახარიას პარტიის წევრებს ხავსიც აღარ ქვია, მაგრამ ნუ აი ნაცებით და კოცებს შორის აი ტოლობის ნიშნის დასმა უკვე ამაზე პასუხიც არ ღირს, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ მაინც ტელევიზია სანამ არსებობს და სანამ გვაქვს ამაზე ამ ფორმატში საუბრის საშუალება მართლა ერთნაირები რო იყვნენ, ოღონდ არაფერში არ არიან ერთნაირები, ხო? მართლა ერთნაირები რო იყვნენ შიდა პოლიტიკაში, გარეთ ის რუსია და ეს მართლა ქეჩოთი მიათრევდა, მიახოხიალებდა ჩვენ ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში. ევროკავშირი მაშინ იმიტომ იყო საქართველოს უკმაყოფილო, რომ ძალიან ვაწუხებდით. ნატო იმიტომ იყო უკმაყოფილო, რომ ძალიან ვაწუხებდით. ატალახებული ქონდა მათი ზღურბლი, მათი დედაქალაქები, თხოვნებით, ანუ საქართველოს დღის წესრიგში იყო და ივანიშვილი როგორ მოვიდა გავახსენოთ ტელემაყურებას. შეწუხებული ყავს თელი მსოფლიო და აღარ უნდა იყოს ასეო. ჩვენი საკითხი აღარ უნდა იდგას დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მაგიდაზე, აღარ უნდა იყოსო, ხო? ჩვენო პატარა სოფელი ვართო ბჭყალებში, ეს სიტყვები თქვა მან და ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთო. სად ვიყავით და სადად? როგორ შეიძლება ამ ორი ძალის, ამ ორი ფილოსოფიის, ამ ორი ხედვის შედარება თან, როდესაც გამოდის ივანიშვილის პრემიერი და გეუბნება, რომ ჩვენ არც ერთ ბრძოლას არც დავიწყებთ და ვერც მოვიგებთ და ამიტომ ჩვენი მთავარი ასპარეზი უნდა იყოს სპორტი. ანუ ოფიციალურად აქციას აი ხინკალი, ხაჭაპური, ელარჯი და სპორტი. ხო. აი ეს არის მათი აღქმა ქართული იდენტობის, ანუ კლასიკური რუსული ხედვა ქართველის, გრუზინის უკანათათებზე შემდგარის, რომელიც აი იმ თავზე ხელის გადასმართ და იმას აქვს პირში შაქრის ნატეხსელის შექების სახით, ხო? ოღონდ პოლიტიკურად არ გაისარჯო, შენ ქვეყანაზე არ იფიქრო, სახელმწიფოს წინწაწევაზე არ იფიქრო, სპორტი, ხო? აფხაზეთის სპორტით უნდა დავიბრუნოთ? ხო, ნუ პუტინს ხონდა დღეს ხოთ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ახალგაზრდებისადმი მიმართვა, რომ ცოცხალი კავშირები გჭირდებაო და ხო, ნუ პრინციპში ბანძაზა ალბათ ამოსავალი წერტილი, როცა რაღაცაზე ვფიქრობთ ხოლმე მათ შორის, აი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე თუ დღევანდელი მოცემულობიდან, რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, მთავარი უნდა იყოს ალბათ ეს რას გააკეთებდა ამ შემთხვევაში პუტინი, ხო? და ალბათ იგივეს გააკეთებს ბიძინა ივანიშვილიც მათ შორის აი იმ ადგილობრივ არჩევნებზეც, რომელსაც ასე ამყარებენ იმედებს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მაგრამ აი ხა მე დღეს ყველა სტუმარს ვეკითხებოდი ამას და მინდა რომ თქვენგანაც მოვისმინო კონკრეტული პასუხი თუ არსებობს ამაზე. ანუ მთავარი მიზანი არის ყველასთვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა, ხო? ამ რეჟიმის დასრულება. რა არის სწრაფი, ეფექტური და სწორი გზა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად მაშინ? მოდი ასე შევაბრუნოთ კითხვა, რა არის სწორი გზა, ეს ბევრად უფრო მარტივი და მინიმალისტური დასახვა ამოცანის და ამ ეტაპზე უფრო მარტივად შესრულებადი, ხო? ანუ ჩვენ ვიცით, პირობითად ვიცით, რომ აი ეს გზა გადაგჩეხავს და იქ არ უნდა წავიდეთ. ამ გზით შეიძლება ვერ მივიდეთ იქამდე, სადაც გვინდა მივიდეთ, მაგრამ მაინც ვიცით, რომ ამ გზას აქვს შანსი, რომ მიგვიყვანოს იქ, სადაც გვინდა მივიდეთ. ჩვენ გვჭირდება ორი რამ, გვჭირდება ერთი, რა თქმა უნდა, გაუტეხელობა, თანმიმდევრულობა, ბრძოლა, არ აღიარება ყველაფრისთვის თავის ხელის დარქმევა საქართველოს შიგნით და შესაბამისი საერთაშორისო კონიუნქტურის შექმნა ქვეყნის გარეთ. ამ კონიუნქტურაში მადლობა ღმერთს, რაც შეეხება ჩვენს მეგობრებს, უკვე აქ კითხვის ნიშანი არის მის პრაქტიკულად, ნუ 1-2 რაღაც კეთროვანის გარდა ყველა შეთანხმებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ რუსეთის როლს. საქართველოს დაბრუნება ქართული ხალხის მიერ შესაძლებელი გახდება მაშინ, როდესაც რუსეთი იძულებული გახდება, რომ გავიდეს აქედან, გავიდეს პირდაპირ და განთქმულობით, ხო? 80-იანი წლებიდან სულ ვიმეორებ ამას, რომ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა 56 წლიდან იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ღმერთმა გვაშოროს ასეთი ხანგრძლივი ბრძოლა ამ შემთხვევაში, მაგრამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს 91 წელს, ხო, 35 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც რუსეთი იმდენად დასუსტდა, რომ აქედან თავისი კადრები ან გაიყვანა, ან დააძინა, ხო, და მე ამ კადრებმა 90-იან წლებში არიან. ბოლო დროს აი მინდოდა ამაზე მეკითხა და კარგია რომ გაიხსენეთ. ზვიად გამსახურდიას მაგალითს
რომელიც ხშირად იხსენებენ ხოლმე ამ ბოლო დროს და იხსენებენ მაგალითად არჩევნებში მონაწილეობის მომხრეები, ასე ვთქვათ, რომ აი მაშინ საბჭოთა რეჟიმთან დაპირისპირებაში ზვიად გამსახურდიამ გადადგა ეს ნაბიჯი და შევიდა ამ არჩევნებში. ხედავთ ანალოგს ამ ორ მოვლენას შორის? ამაზე უკვე ბევრი ითქვა და გავიმეოროთ, მაშინ პირველ რიგში ზვიად გამსახურდია იყო ბოიკოტის რეჟიმში და ამ ბოიკოტით მან აიძულა რეჟიმი რომ წასულიყო უამრავ დათმობაზე და როდესაც ის შევიდა არჩევნებში, ყველა მიცოდა ეს იყო პრაქტიკულად გამარჯვებული არჩევნები. ეს იყო აი ლენდსლაიდი რო იტყვიან, ისე მოიგო მაშინ რგვალმა მაგიდამ და იმ საერთაშორისო ფონზე და იმ დათმობების ფონზე, რომელიც უკვე ქონდა განხორციელებული რუსეთ-საქართველოში, ეს იყო წინასწარ განსაზღვრული შედეგი. ეხლა ამ რეალობაში, როდესაც რუსეთი სამწუხაროდ საქართველოში თეთრ ცხენზე ზის, ფულიც აქვს, ძალაუფლებაც აქვს, პროპაგანდისტული ბოროტი მედია ამოქოქილია ბოლომდე, აქტიურად იჭერენ ადამიანებს, ანუ მაშინ უშვებდნენ, ხო, იძულებული იყვნენ პირიქით დაეთმოთ რაღაცეები, იმიტომ რომ სუსტი იყო რუსეთი. დღეს ეგ რეალობა არ არის. გამსახურდი არჩევნებში შევიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიმეორებ, რეჟიმი დასუსტდა, დაიხია უკან, არსებითი დათმობები გააკეთა ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის მიმართ და არჩევნები იყო გაფორმება იმ რეალობის, რომ ხალხმა დაიბრუნა ქვეყანა. ესეთი ვითარებაა დღეს ცოტა კონტექსტის ახმახო უნდა კონდეს, არა? თუ დაათმობინებენ, თუ შეიცვლება საუბარი სისტემა და ცესკო თუ შეიცვალა, კანონი თუ შეიცვალა, რუსული აგენტურა თუ გავიდა აქედან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეხლა მაშინ გიჟი უნდა იყო, რომ თქვა, რომ არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა. ამაზე არ არის საუბარი. კი ბატონო, დიახ. ხო, თუმცა ხო, მთავარი არის ისევ იმას რომ დაუბრუნდეთ, მთავარი არის შედეგი, მთავარი არის შედეგამდე მივიდეთ, ხო და პრაქტიკულად ამას ელოდება. მოდი კიდე ერთი რაღაც თქვათ, ხო? ჩვენ გვინდა ამ შემთხვევაში ძალიან ჯანსაღი და იდეალისტური გაგებით მაქსიმალიზმი, ვინაიდან თუნდაც აი რაღაც გიჟურ სცენარში რომ დაუშვათ, რომ თბილისი გამოვგლიჯეთ, რაც აბსურდია, ხო? არაფერს არ გაძლევს ეს, ან წალენჯი ხა გამოვგლიჯეთ და წინა არჩევნებზე. ანუ რამე შეიცვალა ამით? ჩვენ ხო გვინდა ქვეყანა დავიბრუნოთ და არა რაღაც მუნიციპალიტეტში კონკრეტული პროექტები თუ შორის გახარიას პარტიის წარმომადგენლებს რომ თბილისის გამოგლეჯვა თუნდაც რატომ ნიშნავს ბიძნეევანიშვილის რეჟიმის ან ჩამოშლას ან ჩამოშლის რაიმე ნიშნებს და ნუ მათ აქვთ რა საკვირველია ამაზე საკუთარი არგუმენტები რამდენად მნიშვნელოვანია თბილისის მერი არჩევითი თანამდებობა რომელიც წესი ხო ლეგიტიმად ამ ხალხს ვინ ზის იმ ოთახში რომელიც აჯამებს ცესკოს მონაცემებს და ვინ აიძულებს იმ ადამიანს, აი რა ზეციური თუ მიწიერი ძალები აიძულებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, რაც გამორიცხულია აი ამ ვითარებაში, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ოპოზიცია მართლა მოიგო, აი ეს ადამიანი, რომელიც იგზის და ივანიშვილს და პუტინს არჩევნებს უправებს, აი ამ ადამიანმა თქვას, რომ ვაიმე რა ვქნათ, ესე იგი ოპოზიცია, ესე იგი კოალიციურად გაიმარჯვა. ხო, არ დომებივარ თურმე ხალხს და კაი ეს ხო გამორიცხულია, ეს ხო მართლა ჩინოვნიკი არ არის, ვინც იმ ოთახში ზის და ვინც იქ სხედან. ეს არის ჩვეულებრივი რაღაც ოპერატიული ტაქტიკური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ქვეყანა დარჩეს რუსეთის კონტროლ ქვეშ. ასე არ ხდება მათთვის თუნდაც ერთი ქალაქის გამოგლეჯა. კი ბატონო, მადლობა ბატონ ზაზა, ვითარება მართლა ძალიან მძიმეა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უპრეცედენტოც კი გარკვეული თვალსაზრისით, იმიტომ რომ მართლა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ეს ქვეყანა ასეთ მძიმე პირობებში, ასეთ დიქტატურასთან ასე ძალიან ახლოს ნამდვილად არასდროს არ ყოფილა. ვნახოთ იმედია პოლიტიკურ ძალებსაც, საზოგადოებასაც ეყოფა გონიერება, რომ საერთო და სწორი გამოსავალი იპოვონ, რაც მთავარია ძალიან სწრაფად. მადლობა თქვენ. მადლობა. ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი იყო, ჩვენი გადაცემის ბოლოს სტუმარი, აი ასეთი იყო კომენტარი დღეს. კიდევ ერთხელ თავისუფლებას ვუსურვებ რეჟიმის ყველა პატიმარს და ჯანმრთელობას ვუსურვებ ელენე ხოშტარიას, გედი ფოფხაძეს და კიდევ 4 მოშიმშილეს, რომლებიც ამ დრომდე განაგრძობენ შიმშილობას რუსთაველის გამზირზე. დარჩით ფორმულაზე, ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით უკვე 4 შაბათს. ნახვამდის. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხი